4 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. პარტია გვერდით გაიწია, რათა არც ერთი ხმა არ წაერთმია იმ ჟამინდელი ოპოზიციისთვის, ანუ ქართული ოცნებისთვის, ვინაიდან 2012 წელს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ვინ გაიმარჯვებდა, იყო მთავარი, რომ ხელისუფლებაში არ მოსულიყო ნაციონალური მოძრაობა. ასე თვლიდა ეს პარტიაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის ლიდერი ერთ დროს ნაციონალური მოძრაობის და ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო. ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო წლების განმავლობაში და აგრეთვე ასრულებდა ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობას, მაგრამ შემდეგ გზები გაიყო და ახლა ის ისევე ეწინააღმდეგება ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ქართულ ოცნებას. და რაც მთავარია, ეს პარტია წელს აღარ აპირებს არავისთვის საკუთარი კუთვნილი ხმების დათმობას. წარმოგიდგენთ ნინო ბურჯანაძის პარტიას დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც დღევანდელი არჩევანის სტუმარია. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. პარტიის რიგითი წევრები და ლიდერები არიან სტუდიაში, მაგრამ მთავარ ადგილს ტრიბუნასთან, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარე დაიკავებს. მიესალმეთ თქვენს ლიდერს, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ხოთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. ქალბატონო ნინო, პირველი ნახევარი საათი დაეთმობა, რა თქმა უნდა, თქვენი პარტიის პრეზენტაციას და იმ გეგმებს, რომელიც თქვენ გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ მოიპოვებთ ადგილებს პარლამენტში. ქალბატონო ნინო, ამ კითხვას მე ყველა სტუმარს უსვამ პირველ რიგში. რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა დემოკრატიულ მოძრაობას და ნინო ბურჯანაძეს? მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ამ გადაცემის ფორმატისათვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და მინდა დარწმუნება გამოვთქვა და იმედი, რომ ჩვენი ტელემაყურებლების აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს 8 ოქტომბერს, შემოხაზავს ნომერ 3-ს და ჩვენ მოგცემს მანდატს იმისას, რომ ქვეყანა სწორი გზით წავიყვანოთ. რატომ უნდა მოგცეს ამომრჩეველმა ხმა? ჩემის აზრით ამ კითხვაზე ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პასუხი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ქვეყნისთვის, მაგრამ ამჯერად საბედნიეროდ პოლიტიკური ძალისათვის, რომელსაც მე წარმოვადგენ, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურ გამოსავალს ვთავაზობთ ქვეყანას იმ ჩიხიდან, რომელშიც ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა. ჩვენ რეალური გზა გვაქვს, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, როგორ გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ არა მარტო ლაპარაკი შეგვიძლია ამ თემასთან დაკავშირებით და ესე ვთქვათ, სწორი ფრაზების და სწორი წინადადებების შეთავაზება საქართველოს მოსახლეობისათვის, არამედ ჩვენ შეგვიძლია რეალიზება, ანუ შესრულება იმ დაპირებებისა, რომელზეც ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული ეხლა, სწორედ ამ საპარლამენტო არჩევნების დროს, იმიტომ რომ ეს შანსი ქვეყნის გადარჩენის, რომელიც ნამდვილად ჩვენს გუნდს აქვს, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მათი მხარდაჭერით ბუნებრივია, ეს შანსიც დროში შეზღუდულია. ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად შანსს წარმატების, გაერთიანების და გამთლიანების ამ შანსს კარგავს. გარდა ამისა, არის სხვა არგუმენტებიც, რატომ უნდა მოგცეს ჩვენმა ამორჩეველმა ხმა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომელიც არასოდეს არავის არ გარიგებია, რომელსაც არასოდეს არ უღალატია მოსახლეობისათვის, არასოდეს არ მოგვიტყუებია ჩვენი მოსახლეობა. მათ შორის უმძიმეს პერიოდშიც კი, როდესაც ძალიან მძიმე განსაცდელს ვუყურებდით თვალებში, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვპირდებით ხალხს და რომელსაც გვაქვს ძალა, უნარი, გამბედაობა და პროფესიონალიზმი, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ. მე ვფიქრობ, საკმარისი არგუმენტებია იმისათვის, რომ მოსახლეობამ ხმა მოგცეს და რაც მთავარია, ჩვენ გვყავს გვერდით ადამიანები, ჩვენ და ჩვენს გუნდში არიან პროფესიონალები და ამავდროულად გვყავს ადამიანები გვერდით, რომლებმაც იციან თავისი საქმე და რომლებსაც აქვთ შესაძლებლობაც, უნარიც და ძალიან დიდი სურვილიც, რომ გააკეთონ ის, რაც ჩვენს ქვეყანას ფეხზე დააყენებს. ახლა გადავიდეთ უფრო კონკრეტულ თემებზე, იმისათვის, რომ დაინახოს ამომრჩეველმა, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თქვენზე. მე ხელში მიჭირავს ახლა თქვენი პარტიის ბროშურა, რომელსაც დიდი ასოებით, ყველაზე დიდი ასოებით პრინციპში აწერია უბლოკო სტატუსი. იმ დროს, როდესაც ყველა გამოკითხვით სოციალური პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები განსაკუთრებით მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულია და ამიტომაც ლოგიკურია, რომ პარტიები ძირითად აქცენტს სწორედ ამ თემებზე აკეთებენ, საუბრობენ პენსიების გაზრდაზე, ასე შემდეგ. თქვენ აირჩიეთ სლოგანად უბლოკო სტატუსი. თემა, რომელიც შეიძლება ბევრისთვის ასეთი აქტუალური არ იყო და საერთოდ უცნობიც კი იყო ეს სიტყვა საერთოდ და ეს ტერმინი რას ნიშნავდა, რატომ გააკეთეთ თქვენ არჩევანი
მის სწორედ ამ სლოგანზე და ამ თემაზე. მართალი ბრძანდებით ყველაზე დიდი ასოებით არის ბროშურაზე სწორედ უბლოკო სტატუსი, თუმცა იმავე ფორმატით არის 3 ნომერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ თუ არ შემოხაზავენ 3 ნომერს, მაშინ რა თქმა უნდა ეს ძალიან სწორი იდეა საქართველოსათვის უბლოკო სტატუსი განხორციელებული ვერ იქნება. ის რაც თქვენ ძალიან სწორად შენიშნეთ, გიორგი, რომ პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის ყველა გამონაკლისის გარდა ლაპარაკობს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ეს არის ეკონომიკა, ეს არის სოციალური პრობლემები, რაც ძალიან აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. ეს ერთის მხრივ გასაგებია და ჩვენს პროგრამაში, რომელიც თქვენ გაქვთ და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გვაქვს დათმობილი ეკონომიკური გარღვევისათვის, სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის და იმ პრობლემების მოგვარებისათვის ყველა მიმართულებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს და რომლის მოგვარებაც მნიშვნელოვანია. აქ აწერია კიდევაც საქართველოს გამთლიანებისა და ეკონომიკური გაძლიერების. მაგრამ ჩვენი განსხვავება არის სწორედ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გარკვეულწილად არის პოპულიზმის დრო და იმაზე საუბრის დრო, რაც მოსახლეობის ხმებს მაქსიმალურად მოგიტანთ, ჩვენ სწორედ ის არჩევანი გავაკეთეთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. იმიტომ რომ უბლოკო სტატუსი არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა გამთლიანდება და ქვეყანა რეალურად ეკონომიკურ გარღვევას მოახდენს. სწორედ უბლოკო სტატუსი არის იმის თავარი გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, ქვეყანაში იქნება რეალური გამთლიანების და ეკონომიკური გარღვევის საფუძველი. როგორ? ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, იქნება ეს ბლოკი, რომელიც როგორც ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე, რომელიც არ მოსწონს რუსეთს, ანუ ნატო, თუ იქნება ეს ბლოკი, რომელიც მოსწონს რუსეთს, მაგალითად ODKB. ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას ბუნებრივია არ გამორიცხავს. ამავდროულად უბლოკო სტატუსის მეორე ნაწილი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში უნდა შევიტანოთ უბლოკო სტატუსთან ერთად, გულისხმობს საქართველოს მთლიანი ტერიტორიის, მათ შორის რა თქმა უნდა აფხაზეთის და სამაჯაბლოს განთავისუფლებას ნებისმიერი სამხედრო ჯარის, ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს ჯარის არსებობისაგან, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არც ერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი. მათ შორის რა თქმა უნდა არც რუსეთის ჯარი და ჩვენი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იქნება პირდაპირი დიალოგის დაწყება რუსეთთან, მათ შორის იმ თემაზე, რასაც რუსული სამხედრო ჯარების გაყვანა ქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან, რასაც ქვია ქვეყნის გამთლიანება. უბლოკო სტატუსს აუცილებლად მოყვება არა მხოლოდ ეს პოლიტიკური შედეგი, რაც ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის საფუძველზე ჩვენ დავიწყოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამაში რუსეთი იყოს პოზიტიურად ჩართული. ჩვენ უბლოკო სტატუსი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარღვევის გარდა მოგცემს უზარმაზარი ეკონომიკური გარღვევის შესაძლებლობას. როცა ჩვენ ვამბობთ, გიორგი, უბლოკო სტატუსი ქვეყნის გამთლიანებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გულისხმობთ იმას, რომ ეკონომიკური განვითარება იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა გამთლიანდება. იმიტომ რომ ბუნებრივია ქვეყნის გამთლიანებას გარკვეული წლები სჭირდება, ხოლო ეკონომიკური განვითარება ქვეყანას და მოსახლეობას სწრაფად და რაც შეიძლება მალე სჭირდება. ჩვენ ეკონომიკურ რეფორმებს რა თქმა უნდა დავიწყებთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მაგრამ ქვეყნის გამთლიანება ჩვენ მოგცემს გასაოცარი გარღვევის შესაძლებლობას და მე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ახლა ტურიზმზე და მარტო ტურიზმის, ასე ვთქვათ, წილი რომ გავითვალისწინოთ ჩვენ ქართულ ეკონომიკაში, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში დაახლოებით 2 მილიონი ტურისტით მოგვაქვს ჩვენ თავი და კმაყოფილები ვართ, როდესაც 2 მილიონი ტურისტი ჩამოდის. საბჭოთა პერიოდში, როდესაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო, მხოლოდ აფხაზეთში 6 მილიონი ტურისტი ჩამოდიოდა. მარტო ტურიზმით რამოდენა შემოსავალი დაემატება საქართველოს ეკონომიკას, როდესაც საქართველო მთლიანი იქნება. მხოლოდ ამ ციფრებით შეიძლება ამის, ასე ვთქვათ, დანახვა. გარდა ამისა, იგივე უბლოკო სტატუსი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ გავხსნით რუსულ ბაზარს სრულყოფილად ქართული პროდუქციისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქართველი გლეხი მთელი წელი იმუშავებს, მას მოსავალი არ დარჩება გაუსაღებელი და მის მოსავალს გასაღების ბაზარი ექნება. ჩვენ გავხსნით რუსეთს იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა შეძლონ რუსეთში და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, მათ შორის თავიანთ ნათესავებთან, რომლებიც
რომლებიც ძალიან მრავლად ცხოვრობენ რუსეთში. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ გარღვევა მოვახდინოთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და საქართველოს რუსეთისაგან საფრთხე აღარასოდეს აღარ ემუქრებოდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და ეს იქნება ნამდვილად საქართველოსათვის გადამწყვეტი და პრინციპული ბრძოლა. ქალბატონო ნინო, ამ თემასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა კითხვები რჩება, მაგრამ ამ კითხვებს დღეს მე არ დავსვამ, მოგვიანებით ჟურნალისტები დაგისვამენ კითხვებს, მაგრამ საინტერესოა თქვენი თანაგუნდელების აზრი აგრეთვე ამავე თემაზე. კი ბატონო, ბატონი გიგლა გიპასუხებთ. მოგუსმინოთ ბატონ გიგლას საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის ქალბატონო ნინომ აბსოლუტურად ცლად და გამოწვლივლით ახსნა თეორიული პრაქტიკული მიმართულებები უბლოკო სტატუსის და twin თუ არა და მას შეუძლია ამ საკითხების გადაწყვეტას წაუძღვეს წინ პარლამენტის დონეზე, ხელმოწერების დონეზე და იმ დონეზე, როდესაც ფონად სრული უმწეობის კვინტესენცია ახასიათებს ჩვენს ხელისუფლებას. უბლოკო სტატუსი უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ იდგება არც ერთი ქვეყნის უცხო ქვეყნის ჯარი. უბლოკო სტატუსის ანალოგიას და ანალიზს, როდესაც აკეთებენ ჩვენი ოპოზიციონერები, ან ხელისუფლებიდან, ან გაოპოზიციონერებული თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარე, ისინი ან შეცდომაში არიან შესულები, ან შეცდომაში შეყავთ მოსახლეობა და ატყუებენ, როდესაც ამბობენ, რომ უბლოკო სტატუსს არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან მისწრაფებაში. არ არის სწორი ბატონებო, ეს უბლოკო სტატუსი, ეს სწორედაც რომ ევროკავშირთან დაახლოება არის. უბლოკო სტატუსი არ გამორიცხავს ევროინტეგრაციას, უბლოკო სტატუსი არ გამორიცხავს შენი ჯარის სიძლიერეს, უბლოკო სტატუსი არ გამორიცხავს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას, უბლოკო სტატუსი არ გამორიცხავს სხვა ჰუმანიტარულ საერთაშორისო ურთიერთობებს. ორმხრივ, მაგრამ აქ განსახილველია და უმნიშვნელოვანია ის, რომ უბლოკო სტატუსი განიხილება როგორც ერთი სახელმწიფოს, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს კავშირი, თუნდაც სამხედრო კავშირი, თუნდაც თავდაცვის უნარიანობის გამყალება ერთი ერთზე. ყოველგვარი ბლოკების, ყოველგვარი დაჯგუფებების გარეშე. ეს არის თავანკარა ჭეშმარიტება და სინამდვილე, რომელსაც რატომღაც არ აწვდიან საზოგადოებას. ისინი არ გვისმენენ ჩვენ, ან თუ გვისმენენ არ ესმით, ან თუ ესმით ვერ შეусმენია და ეს არის ძალიან ცუდი. უბლოკო სტატუსი იძლევა საშუალებას ერთხელ და სამუდამოდ დაიძრას ის საკითხი, რასაც ტოლვილები ელოდებიან, რასაც სრულიად საქართველო ელოდება რუსეთთან უმაღლეს დონეზე ურთიერთობის დარეგულირება, იმიტომ რომ გაერთიანდეს სრულიად საქართველო. და ეს ითავა ჩვენმა პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელსაც მხოლოდ მას შეუძლია ერთი ერთზე უმაღლეს დონეზე ჩაატაროს მაღალ ხელოვნების დონეზე დიპლომატიური საუბრები და რასაც ხელისუფლება გაურბის უკვე 4 წელია და ისე ამთავრებს მოღვაწეობას და დარწმუნებული ვარ ქართულ ოცნებას გულისხმობთ, რომ ეს აღარ იქნება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დღეს თქვენ გაქვთ საშუალება, რომ ხმა მიაწვინოთ მოსახლეობას და აუხსნათ კარგად და დეტალურად, რას ნიშნავს უბლოკო სტატუსი. დავამატებდი, გიორგი, სხვათა შორის მე მოვისმინე ესეთი განცხადებები, რომ აი უბლოკო სტატუსი ნიშნავს უსუსურობას, რომ უბლოკო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა დაკნინდეს და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად ესე არ არის და გარწმუნებთ, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც უბლოკო სტატუსი აქვს გამოცხადებული, ან ნეიტრალური სტატუსი, რაც პრინციპული განსხვავებაა და რატომღაც ჩვენი ოპონენტები ამას ვერ ანსხვავებენ და მე როგორც სამართლის სპეციალისტ ნამდვილად შემიძლია განვასხვაო რა არის უბლოკო სტატუსი და ნეიტრალიტეტი და სწორედ რომ შეგნებულად ვთქვით უბლოკო სტატუსი და არა ნეიტრალიტეტი, ძალიან ბევრი მაგალითია მსოფლიოში წარმატებული სახელმწიფოებისა, რომლებიც არიან ნეიტრალურები ან რომლებსაც უბლოკო სტატუსი აქვს გამოცხადებული. უბლოკო სტატუსი არ არის საქართველოს უძლურება. უბლოკო სტატუსი არ არის საქართველოს უსუსურობა. ეს უნდა გახდეს ჩვენი არჩევანი, რომელიც ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ პირიქით ქვეყანა გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ და გავაძლიეროთ. ქალბატონო ნინო, თქვენ უკვე ნაწილობრივ ისაუბრეთ ეკონომიკის შესახებ, მაგრამ ახლა უფრო ღრმად შევიდეთ ქვეყნის შიდა პრობლემებზე. რომ ჩამოგვითვალოთ, მოდით ასე გავაკეთოთ, რომ ჩამოგვითვალოთ ძირითადად რა პრობლემებს ხედავთ ქვეყნის შიგნით და რა გზებით აპირებთ მათ მოგვარებას იმისათვის, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს თქვენი და მოგცეთ ხმა.
იცით რა, პრობლემები ძალიან ბევრია და ჩვენ აქ მე მაქვს სასიგნალო ეგზემპლარი, სწორედ ხელთ ჩვენს პროგრამაში ნამდვილად ყველანაირად ვეცადეთ, რომ ყველა ის თემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ასახული ყოფილიყო. ამ თემებში შედის, რა თქმა უნდა, უმწვავესი სოციალური საკითხები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით. მოდით ესე ვთქვათ, საქართველოში ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ წარმატებული რეფორმები იყო, გარღვევები იყო ეკონომიკაში და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არაფერი არ შეესაბამება სინამდვილეს, მაშინ, როდესაც რეალური სტატისტიკა არის ის, რომ მოსახლეობის 2/3 ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც რეალური სტატისტიკა არის ის, მე აი მართლაც ვიყავი ძალიან დამძიმებული იმ ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის მხრიდან გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან მაღალი პროცენტი პრაქტიკულად ვერ იკვებება საკმარისი ვიტამინების შემცველი პროდუქტებით. ეს ძალიან სერიოზული პრობლემებია და ბუნებრივია ჩვენი პროგრამა ამ თემებსაც ძალიან სერიოზულად შეეხო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თემები, რაც ეხება ჯანდაცვის საკითხებს, რაც ეხება განათლების საკითხებს, რაც ეხება ესე ვთქვათ იმ ადამიანების პრობლემას, რომლებიც დაზარალდნენ საბანკო კრედიტებით, დაზარალდნენ იპოთეკური სესხებით და პრაქტიკულად აღმოჩნდნენ ერთ-ერთზე თავიანთი უბედურების წინაშე და სახელმწიფო რეალურად მათ არანაირ დაცვას არ სთავაზობს, თუმცა იყო მექანიზმები და შესაძლებლობები იმისა, რომ სახელმწიფოს დაეცვა ეს ადამიანები, მაშინ როდესაც ესპანეთში ეკონომიკური კრიზისის დროს ათასობით ადამიანი აღმოჩნდა სახლიდან გამოსახლების ზღვარზე და ამ საშიშროების წინაშე ესპანურმა ბანკებმა სახელმწიფოს ჩარევით გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანებისათვის შეეჩერებინათ ცესხის გადახდის პროცესი, მიეცათ მათთვის ამოწკუნთქვის საშუალება და ადამიანები ქუჩაში არ დაეტოვებიათ. ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ ჩვენს ადამიანებზე ასე არ ზრუნავს და ჩვენ პროგრამაში ისიც აგვაქვს, როგორ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე. ჩვენთვის ძალიან მძიმე არის დემოგრაფიული პრობლემა. ქვეყანა პრაქტიკულად ეს ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ეს უნდა ითქვას. ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არის შეყვანილი ეგრეთ წოდებული მომაკვდავი ერების სიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ საქართველოში შობადობა არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე სიკვდილიანობა. ეს არის ჩვენი ერისათვის აბსოლუტური კატასტროფა, ამას სასწრაფო შველა ჭირდება და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მრავალშვილიანი ოჯახის და მრავალშვილიანი დედის მშობლის განმარტებაც კი არ არსებობს კანონში და რეალურად არ არის დახმარება და წახალისება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის. ჩვენ ესეც აგვაქვს გათვალისწინებული, თუმცა დემოგრაფიული პრობლემა მხოლოდ ეს არ არის, გიორგი. დემოგრაფიული პრობლემა არის ისიც, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ეს ეხება განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განსაკუთრებით იმ ასაკში მყოფ ქალებსა და მამაკაცებს, ქალებს განსაკუთრებით, რომელთაც შეუძლიათ, ისე ვთქვათ, შვილის გაჩენა, ეგრეთ წოდებული ფერტილობის ასაკში მყოფი ქალები, არა? ისინი მიდიან საზღვარგარეთ, ტოვებენ ხშირ შემთხვევაში თავიანთ ოჯახებს და რეალურად მათ, ესე ვთქვათ, უკან დაბრუნების საფუძველი არ აქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაძლევთ ამ ადამიანებს საქართველოში იმის შესაძლებლობას, რომ მათ იმუშაონ და თავიანთი ოჯახები გამოყვებონ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ხშირად უნიჭიერესი ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ და უმეტეს შემთხვევაში ისინი ხრჩებიან, იმიტომ რომ ისინი თავისი დასაქმების შესაძლებლობას ვერ ხედავენ საქართველოს სინამდვილეში. ეს პრობლემაც ჩვენთან დანახულია და ამ პრობლემის რეცეპტებიც არსებობს. იგივე დემოგრაფიულ პრობლემასთან არის დაკავშირებული ეს ეკონომიკურ პრობლემასაც უკავშირდება, ბუნებრივია პრობლემა, რომელიც ეხება ახალგაზრდა ოჯახების წახალისებას. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, ეს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო პროგრამაში იყო ნათქვამი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სპეციალური საბინაო ფონდი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდა ოჯახებს მინიმალური თანხის გადახდით, დაახლოებით საბაზრო ღირებულების 1/3-ით შეიძინონ ბინები, შექმნან ოჯახი, კონდეთ ესე ვთქვათ, საშუალება, რომ ნორმალურად იცხოვრონ და წლების განმავლობაში დაფარონ ეს კრედიტი, რომელიც მათ სახელმწიფოსაგან მიეცემათ. საგანგებო, ესე ვთქვათ, ადგილი უკავია ჩვენს პროგრამაში საკითხს, რომელიც ეხება ბანკებს. ჩვენ რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ საბანკო სისტემა ქვეყანაში განვითარდეს, იმიტომ რომ იცით თქვენ საბანკო სისტემის მდგრადობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და პრინციპული მნიშვნელობა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს. მაგრამ შეუძლებელია ქვეყანა ემსახურებოდეს ბანკებს. ყველა ჩვენი საკანონმდებლო აქტი პრაქტიკულად
მუშაობს არა იმაზე, რომ ბანკი იყოს თავის სახელმწიფოს და ხალხის სამსახურში, არამედ მუშაობს იმაზე, რომ ბანკები უსაზღვროდ გამდიდრდნენ და აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც კლიენტების, ბანკის კლიენტების, ანუ მოსახლეობის ინტერესები და არც ის, რომ საბანკო საქმიანობა ეკონომიკის განვითარებას უწყობდეს ხელს, საწარმოების შექმნას უწყობდეს ხელს, უმუშევრობის დაძლევას უწყობდეს ხელს, რაც რეალური და სწორი ეკონომიკური გათვლების და საბანკო სისტემის სწორად წარმართვის შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელია. ქალბატონ ნინო, ჩვენ 10 წუთი გვჭირდება უკვე პრეზენტაციის დასრულებამდე. ზოგადად შეგვიძლია რა თქმა უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, ვსაუბრობდით, რომ უბლოკო სტატუსი აწერია თქვენს ბროშურას ყველაზე დიდი ასობით, სოციალური პოლიტიკა ზოგადად ძალიან რა თქმა უნდა, დეტალურად არის განხილული თქვენს პროგრამაში. არის კიდევ სხვა თემები, მომდევნო თემები, რომლებზეც თქვენ აგრეთვე ყველაფერი, სოფლის მეურნეობაც, მთიანი რეგიონების განვითარებაც და ძალიან ბევრი სხვა თემაც, რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ თანაგუნდელებსაც უნდა მივცეს საშუალება რამდენიმე სიტყვა თქვან. ბატონი გიორგი საუბრებს ეკონომიკაზე, ბატონი დიმიტრი ჩაგვერთვება აუცილებლად, იმიტომ რომ ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწევთ თუ არ იქნა ქვეყანაში სამართლიანობა, იმიტომ რომ სოციალური სამართლიანობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და საქართველო უნდა გახდეს სოციალური სახელმწიფო, რაც ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება პენსიონერის პენსია იყოს ის, ასე ვთქვათ, სიტყვაც კი ძნელი სათქმელია, რომელიც არის ახლა ღირსების შემლახავი პენსია, სოციალურად დაცული უნდა იყოს ადამიანი და ამისთვის ქვეყანა სამართლიანი უნდა იყოს. ამაზე შემდეგ ბატონი დიმიტრი საუბრებს. ახლა რამდენიმე სიტყვას ბატონი გიორგი იტყვის. გიორგი ახვლედიანი, გისმენთ გიორგი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მე თავს დავდებ, რომ ისეთი დეტალიზაცია პროგრამის ყველა დარგს, რომელიც შეეხება და ყველა კონკრეტულ საკითხს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა, როგორც წარმოდგენილია დემოკრატიული მოძრაობის მხრიდან, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ექნება და მე ამას ნამდვილად სიამაყით ვამბობ და თქვენ ამის შემოწმების საშუალება გექნებათ არჩევნებამდე არაერთხელ გიორგი. რაც შეეხება მე მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებას შევეხები, ეკონომიკურ საკითხებს, რომელიც ამოსავალი წერტილია ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიულ მოძრაობას როგორც ხარ ძალიან ბევრი დეტალური მიმართულება აქვს განსაზღვრული, ძალიან ბევრი კონკრეტული სისტემური ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით. მე გავამახვილებ ყურადღებას ორ საკითხზე. ერთი მიმართულება ის თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელური ინვესტიციები საქართველოში, რაც პრაქტიკულად იქნება ძალიან სერიოზული სიახლე. ეს ამის წინაპირობა უნდა გახდეს ის, რომ დემოკრატიული მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ კანონს სააქციო საზოგადოებების შესახებ, კანონს, რომელიც გახდება თავის მხრივ ძალიან სერიოზული მოტივატორი და გამსაზღვრელი და წინაპირობის შემქმნელი იმისათვის, რომ ჩვენმა კომპანიებმა ბაზარზე გამოიტანონ ფასიანი ქაღალდები, რითაც უნდა მოხდეს ძალიან სერიოზული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ინვესტორების დაინტერესება მათი შეძენის კუთხით. მათი ეს იქნება პრაქტიკულად ინვესტიციის მოზიდვის ძალიან სერიოზული სიახლე, საერთაშორისო სტანდარტით დამკვიდრებული, მაგრამ საქართველოსთვის ერთგვარი სიახლე. ეს ეკონომიკური გათვლები და ძალიან სერიოზული ეკონომიკური გუნდის გათვლები დაახლოებით 2 წელიწადში საქართველოს ეკონომიკას მოუტანს $2.5 მილიარდ, რაც რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულად საბოლოო ჯამში აისახება საბიუჯეტო სახსრების გაზრდაში. იმავდროულად პარალელურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახურის და ანტიმონოპოლიური რეგულაციების შემოღება ქვეყანაში, იმისათვის რომ კონკურენტული გარემო ვუზრუნველყოთ ჩვენს ქვეყანაში, რაც დაანგრიეს ჯერ ნაციონალური მოძრაობის დროს ეს სისტემა, ხოლო ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა 6-კაციანი სააგენტოს დონეზე. ჩვენ შექმნით ძალიან სერიოზულ ანტიმონოპოლიურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში იქნება ეკონომიკის თვალსაზრისით კონკურენტული გარემო, აღარ იარსებებს ის აბსურდი, რომ ყველა ბენზოგასამართ სადგურზე ერთი და იგივე ფასი აქვს საწვავს, პრაქტიკულად ყველა აფთიაქში ერთი და იგივე ფასი აქვს წამალს და პრაქტიკულად ყველა სფეროში კონკურენციის მაგივრად არსებობს ოლიგოპოლიები, კარტელური მონოპოლიები და მთლიანად ესეთ ფიქსირებული ფასები პრაქტიკულად. რეალურად ეს მოგცემს საშუალებას ჩვენ იმისა, რომ შევქმნათ რეალური წინაპირობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს მთავარი, ასე ვთქვათ, არეალი დასაქმებისათვის და არა ის სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან მთავარი დამსაქმებლები. იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესი დამსაქმებლად და არა ისე როგორც დღეს ყველა კომპანიას, ყველა მაღაზიას რო აწერია ლიკვიდაცია და იყიდება და ამოყიდვა და ასე შემდეგ. არამედ მათი რაოდენობა ჩვენ შეგვიძლია ერთ წელიწადში დაახლოებით 5 ჯერ გავუზარდოთ. იმით, რომ სერიოზული საგადასახადო შეღავათებით მოვახერხებთ საგადასახადო შემცირებებს, გადასახადების შემცირებას. საშემოსავლო გადასახადს დავიტოვან 12%-ზე, მოგების გადასახადს 10%-ზე. დღეს გადამხდელი იქნება არა 100,000-იანი ბრუნვით კომპანია, არამედ 200,000-იანი ბრუნვის შემდეგ. ეს ყველაფერი ამ კომპანიებს მისცემს საშუალებას რეინვესტიციის განხორციელების, მისცემს საშუალებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ჩვენი პრინციპი იქნება გადავიხადოთ ცოტა, მაგრამ
მაგრამ გადავიხადოთ ბევრმა. მერწმუნეთ ბიუჯეტში ეს გაცილებით მეტ თანხას აკუმულირებას მოახდენს. სოციალურ თემას მინდა შევეხოს, რომ 2-3 სიტყვით სულ ნახევარი ვინაიდან დრო იწურება, რომ ბატონ დიმინტრისაც მივიცემ. ყველაფრის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს თავარი გამსაზრდელი. ანუ ის თუ რა არის ქვეყანაში საარსებო მინიმუმი. ჩვენ ვთვლით, რომ საარსებო მინიმუმი დღეს არსებული 159 ლარი არ არის და ეს არის აბსურდი, რასაც სტატისტიკის დეპარტამენტი გვეუბნება. საარსებო მინიმუმი ჩვენ უნდა გავსაზრდოთ, გადავაანგარიშოთ. ამის კანონპროექტი პარლამენტშიც ყია შეტანილი, მაგრამ აობებენ და მას არ განიხილავენ და იქ წერია ძალიან გამოკვეთილად, ეს ჩვენი ინიციატივა არის. შესაბამისად წერია 40,000-იანი ხელმოწერით მოსახლეობის. იქ წერია, რომ უნდა გადაანგარიშდეს ამ შემთხვევაში საარსებო მინიმუმი, უნდა მოხდეს 2200 კილოკალორიის 2500-მდე აწევა, ხოლო სასურსათო კალათა 50%-ზე უნდა გადანაწილდეს სასურსათო და არასასურსათო კომპონენტი. 250 ლარიან საარსებო მინიმუმს გავსაზრდობთ, რაც ამ შემთხვევაში პირდაპირ იქნება გამსაზრდელი მინიმალური პენსიის. ძალიან ბევრი კიდე სხვა საკითხი არის ამ შემთხვევაში სოციალური თემის მიმართულებით, რომელზეც პროგრამაში ძალიან ბევრი დაწესებულებით გეტყობათ, რომ ჟურნალისტი ხარ. ვიდრე ბატონი დიმიტრი ისაუბრებს ორ სიტყვას დავამატებდი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სხვათა შორის რეკლამებსაც ხედავთ, როდესაც პოლიტიკური პარტიები პირდებიან მოსახლეობას, რომ ლამის კანონში ჩაწერენ ხელფასის ან მინიმალური პენსიის რაოდენობას, რაც უკაცრავად, მაგრამ აბსურდია, იმიტომ რომ ჩვენ კი დავასახელეთ ახლა 250 ლარი, ეს არის მინიმალური კალათა, რომელიც მინიმალური პენსიის ტოლი უნდა იყოს, მაგრამ მუდმივად ეს 250 ლარი უნდა გადაანგარიშდეს ინფლაციის გათვალისწინებით. არ შეიძლება დანიშნო 250 ლარი, როდესაც ერთი კურსი აქვს ლარს და ის შეინარჩუნო მთელი წლის განმავლობაში, ასე რომ ჩვენ მოსახლეობას პირდებით, რომ მათი მინიმალური პენსია და მინიმალური ხელფასი ნამდვილად იქნება გადაანგარიშებული ინფლაციის გათვალისწინებით, თუმცა ჩვენ ისეთ პოლიტიკას წარმართავთ, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხავთ ინფლაციის შესაძლებლობას. მე გაგახსენებ, გიორგი, ჯერ კიდევ 2013 წლის ივნისში ვამბობდი, რომ ლარის კურსი დაეცემოდა, მაგრამ მაშინ ეს მავნებლობად ჩამითვალეს, არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, თუმცა ჩვენ ვნახეთ ლარის კურსს რა დაემართა. ასევე ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ უმუშევრობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს პრინციპულად მნიშვნელოვანი სიახლე შემოტანილი, როდესაც უმუშევრებს ვაძლევთ, ესე ვთქვათ, 500 ლარიან შემწეობას 6 თვის, ანუ ეს გადაანგარიშდება 6 თვის განმავლობაში გარკვეულ შემწეობას, 500 ლარი სხვა საკითხია და ამაზე არ მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მათ 6 თვის მერე უპატრონოთ არ ვტოვებთ, სახელმწიფო მათ სთავაზობს გარკვეულ დასაქმებას და დედის ხელფასი, რომელიც არ შემიძლია მე არ ვთქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იგივე დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ 3 წლის განმავლობაში დედებს ეგრეთ წოდებული დედის ხელფასის შემოტანას ვთავაზობთ და ვთავაზობთ იმას, რომ მათ სტაჟში ჩაეთვლებათ ბავშვის გაზრდა და 3 წლამდე ასაკი 3 წუთი გაგრჩება პრეზენტაციის დასრულებამდე, ამიტომ მოусმინოთ ბატონ დიმიტრის. მადლობა ბატონ გიორგი, მირესალმები ჩვენს მაყურებელს, მინდა მადლობა გადაუხადო პარტიის ლიდერს, ჩემს კოლეგებს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯებისთვის, რომელიც გაჟღერდა დღევანდელ ეთერში, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ მნიშვნელოვანი პროგრამული დებულებებისა, რაზეც ძალიან დიდხანს შეგვიძლია საუბარი თქვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მე შევეცდები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ჩამოვყალიბდე, რაც არჩევითი დემოკრატიის ფუძე და საფუძველი და ფუნდამენტია. ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის მართლმსაჯულება და მე მინდა იქიდან დავიწყო ეს თუ რა სტრატეგიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც პარტიის ლიდერმა და პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან პარტიის დაახლოებით 10 რეგიონალური ლიდერი იყო პოლიტიკური პატიმარი, 42 პოლიტიკური პატიმარი ყავდა დემოკრატიულ მოძრაობას და ბუნებრივია ის იყო სისხლისგან დაცლილი, თუმცა აბსოლუტურად მოტივირებული ბრძოლისთვის და ჩემმა კოლეგებმა, ჩემმა მეგობრებმა თავიანთი რესურსი და ძალისხმევა არ დაიშურეს იმისთვის, რომ სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი დამარცხებულიყო. ამის შემდეგ ერთადერთი მოლოდინი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ იყო სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენა. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ქართული ოცნება მოვიდა ორი უმნიშვნელოვანის დაპირებით. ერთი საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, რაც რუსეთის ფედერაციასთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღსადგენი ურთიერთობები იყო, ხოლო მეორეს მხრივ სამართლიანი სამართლებრივი გარემოს ფარგლებში სასამართლო სისტემის რეფორმა და ყველა იმ დამნაშავე ელემენტის და სუბიექტის დასჯა, რომელსაც ხელი მიუძღოდა მათ შორის ქონების წართმევაში, სიცოცხლის ხელყოფაში, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებში და აქ მინდა ზუსტად შევაჩერო თქვენი ყურადღება. არ არსებობს მოსამართლე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც მსხვერპლი რეჟიმის. ნებისმიერი მოსამართლე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შტოს პირდაპირ წარმომადგენელი, პირი, რომელიც საქართველოს სახელით იღებს მათ შორის საბოლოო სასამართლო აქტებს, იქნება
ჩაითვალოს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ასეთი რეჟიმის შემოქმედად. და ვინ წარმოიდგენდა, რომ სასამართლო სისტემის პირველი, მეორე და შემდგომი რეფორმა, რომელიც დაანონსებული იყო ჩვენი მთავრობის და პირველ რიგში უნდა ვთქვათ სამართლიანობის მინისტრის ქალბატონი წულუკიანის მიერ, იმიტომ რომ იუსტიციის სამინისტრო, ეს არის სწორედ სამართლიანობის სამინისტრო, ეს არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი პროკურატურის გამართულ მუშაობაზე, მართლმსაჯულებაზე, მართლმსაჯულების მაკონტროლებელ სისტემაზე და ყველაფერი ის რაც მოხდა, ეს არის ინდულგენციების მიყიდვა დამნაშავე სუბიექტების მიმართ, რომლებიც მოსამართლის მანტიას არიან ამოფარებულები. მარტივი ლოგიკით ვიმსჯელოთ, ბატონო გიორგი, როგორ შეიძლება ქვეყნის პარლამენტმა ერთი ხელით მიიღოს დადგენილება 200 პოლიტიკური პატიმრის მიმართ, ხოლო მეორე ხელით მისცეს მწვანე შუქნიშანი, მაგალითად მურუსიძის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას და ქვეყნის იუსტიციის უმაღლესი საბჭო დააკომპლექტოს იმ მოსამართლეებით, რომლებსაც სწორედ ჩვენი 42-ის გარდა დანარჩენ 160 პოლიტპატიმართან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება. ეს ხო მარტივი ჭეშმარიტება, ამას ხო არ ჭირდება თეორემისეული მტკიცებულებების წარმოდგენა, ეს არის მარტივი აქსიომატური ჭეშმარიტება. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვართ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ერთ-ერთი არა, ერთადერთი, რომელსაც გააჩნია აბსოლუტური мотиваცია, ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება და ყავს რაც მთავარია პოლიტიკოსი ლიდერი. არა ფეხბურთელი ლიდერი, არა მომღერალი ლიდერი, არა რომელიმე სახელმწიფო სფეროს წარმომადგენელი ლიდერი, არამედ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ. ამას ჩვენ იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ნიშნის მოგებით ვამბობთ. სამწუხაროდ არა ვართ განებივრებული და გაფუფუნებული პოლიტიკოსები და ქალბატონ ნინო ბურჯანაძე არის სწორედ ის ლიდერი, რომელსაც დღეს ჭირდება სახალხო თანადგომა. და ნომერი 3 შემოხაზვა იქნება იმისი გარანტია, რომ ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ ქვეყანაში. დიდი მადლობა. პირველი ნაწილი დავასრულეთ პარტიული პრეზენტაციის და ახლა უნდა გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. ჩვენ მოვისმინეთ, როგორი გეგმები აქვს ნინო ბურჯანაძის პარტიას.